ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდინარე ნინოს ხევზე სოფელ დავითიანთან დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ღირებულება 561,000 ლარს შეადგენს. დასრულების ფაზაშია მდინარე ნინოს ხევზე სოფელ დავითიანთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის სრული რეაბილიტაცია, რომელიც რამოდენიმე წლის უკან დაზიანებული იყო ძლიერი წყალმოვარდნისა და სტიქიის შედეგად. საქართველოს მთავრობის სპეციალური განკარგულებით სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან გამოყოფილი იქნა 561,000 ლარი და უკვე რამოდენიმე დღეში ფაქტობრივად შესაძლებელი იქნება დავითიანის და ზოგადად ამ ხიდით მოსარგებლეთა ტრანსპორტირებით სრული უსაფრთხო გადაადგილება. წლების განმავლობაში საშინელ კატასტროფულ მდგომარეობაში იყო ის მისასვლელი გზა, რომელიც ცენტრალურ ტრასას დავითიანის სოფელთან აკავშირებდა. რომ გაიგეს, რომ ხიდის რეაბილიტაციაც მოხდებაო და არა მხოლოდ გზა დაიგებაო, ამაზე ხო საერთოდ გაუგნებული დარჩენ და უდიდეს მადლიერებას გამოხატავს თითოეული ოჯახის თითოეული წარმომადგენელი.